სუსტად იგივე იყო, რაც დღეს. აი დღეს ხა მაშინ აკაცუკ ესეთი ტერმინი არ იყო, მაგრამ ეს ასე ვთქვათ რაღაც ელემენტები, რომლებსაც უნდა სახელმწიფოში არეულობა, აი იმიტომაც ვთქვათ ეს კანონიც შემოიღეს არა მე რომ ეს სახელმწიფოს დამხობისკენ და ვთქვათ რაღაც გადატრიალებას მაშინ ესე არ ამძიმებდნენ, ხო? იმიტომ რომ მოწოდებებიც კი, ნუ ეხლა საბჭოთა კავშირში საერთოდ უცხოხილი იყო, აი რომ ვადარებთ, ხო, ამ ორ მოვლენას. საბჭოთა კავშირში საერთოდ აქციები გაიმართა ვთქვათ ჩემს მაშინ მახსოვრობაში მარტო ენის შესახებ კანონის შეცვლა რო უნდათ მაშინ და მაშინაც ნუ ესე რაღაც მშვიდობიანად დამთავრდა, მაგრამ ზოგადად ეს არ იყო არც დაშვებული, არც ჩვევაში, ხო? ეს ჩემის აზრით გაგრძელება ოღონდ არა ისე რომ ესენი რაღაცას კითხულობენ და ვთქვათ აგრძელებენ იმ ხას. არამედ ეს მათ კულტურაში, მათ მენტალობაში დევს აი ეს სქემები და თუ რამის გაგრძელება მე ვიტყოდი რომ აი დაკოპირებას ახდენენ ისინი პუტინის რუსეთის პროპაგანდიდან. ასე რომ მე არ მგონია რომ ასეთ რაღაც კვლევაში იყვნენ ეხლა და კომუნისტი ეჭიროთ ხელში და იქიდან იღებდნენ ამას, მაგრამ ეს ხო მათში ასე ვთქვათ მემკვიდრეობით დევს ეს სტრუქტურულად და თან კიდე ასევე დევს პუტინის პროპაგანდაშიც, ხო? და ესენი თუ საიდანმე ასე ვთქვათ იღებენ ამას, ეს არის უფრო რუსული პროპაგანდა.